თბილისში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან. თბილისის მერიამ დილიდან თქვა, რომ უხვინალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის და ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებში ჩაერთო თბილსერვის ჯგუფის სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური, რომელმაც მთელი ქალაქის მასშტაბით გაწმენდის და ამოტუმბვის სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც წვიმის შედეგად სხვადასხვა ნარჩენებით ამოივსო. ღამითვე დაიწყო გზების სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან. ძლიერმა წვიმამ მწუხელ თბილისის სხვადასხვა უბანში დადბორა ქუჩები, მოსახლეობის სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგური, მათ შორის რუსთაველის მეტროს შესასვლელი. მეტროს შემოსასვლელი, რომელიც ითბორება. ავტომობილებს და მოქალაქეებს დადბორილ ქუჩებში უწევდათ გადაადგილება. რამდენიმე უბანში დაზიანდა შენობები. ბახტრიონის ქუჩაზე კი ავტომობილები ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში მოყვნენ. საბურთალოს რაიონში ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ჭაბუ ამირეჯიბის გზატკეცილი ეგრეთ წოდებული ახალი გზა პრევენციისთვის იყო ჩაკეტილი. თბილისი ძლიერი წვიმის შედეგად ბოლო 2 თვეში უკვე მეოთხედ დაიტბორა. თბილისის მერი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ასეთი რამ ყველგან ხდება. თუმცა კალაძე აღიარებს, რომ თბილისის სანიაღვრე სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მისი თქმით გამოსწორებას დრო ჭირდება. სამსახურები არიან მობილიზებული.